მენჯ ბარძაყის დისპლაზია ბავშვებში. დაავადება, რომელიც სწორი მკურნალობის დროს ადვილად იკურნება. უყურადღებობის შემთხვევაში კი სერიოზულ პრობლემებს იწვევს. დისპლაზიის მკურნალობა ზოგჯერ ხანგრძლივი და დამქანცველი პროცესია და მშობლებიც სწორედ აქ უშვებენ შეცდომებს. გადაცემის მეორე ნაწილში ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებაზე ბავშვებში, რომელსაც მშობლის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ალბათ ყოველას ოჯახში როცა ბავშვი იბადება ხოლმე არის ყველა მნახველი ვინც მოდის ცდილობს რომ გახავდეს ბავშვი გააშიშოს ყოველას უნდა საკუთარი გამოცდილება გამოს ხოლმე ამ ბავშვს ბებოს ბებიას მამიდებს ყველას არის ხოლმე ერთი შედარება განსაკუთრებით არ მომართებთ ხოლმე სუკან ბავშვებს იმიტომ რომ ბევრი ნაოჭები აქვს და ამ ნაოჭების ერთმანეთთან შედარება მიდის ხოლმე დატოლება რომ აი ხო არა აქვს ეს მეტფეხი მოკლე ხო არა აქვს დისპლაზია და ასე შემდეგ მოკლედ როგორც ვიხდით ჩვენ დღეს ბავშვის ბაძაყის სახსრით დისპლაზიებზე ვისაუბრებთ და ჩვენ სტუმრებთან ერთად ჩვენი სტუმრები კი არიან ნატაშკა პირველ რიგში ნატაშა ჩაჩავა ნინო დალიშვილი ნატაშას დედა და კეთევან გოცერდი ექიმი რეზიდენტი ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოდით დავიწყოთ თქვენ როგორ აღმოაჩინეთ ეს დისპლაზია ჩვენ აღმოვაჩინეთ ძალიან ტრადიციულად, ანუ იყო პედიატრის რჩევა, რომ აუცილებლად მიგვიყვანა ორთოპედთან კონსულტაციაზე, ასევე შემდეგ ჩვენმა ახლობელმა აღმოაჩინა ეს ამბავი და მივედით 3 თვის იყო ნატალია, როდესაც ნაოჭების პრობლემა ჰქონდა თუ არა, ნაოჭების პრობლემით არ ყოფილა ეს ამბავი, ეს ფეხი უბრალოდ აი რაც თქვენთვის იყო თვალშისაცემი, ეს არის რომ ფეხი კარგად არ გადადიოდა, ხო? ეს იყო პედიატრისთვის თვალშისაცემი, რომ არ გადავიდა ეს ფეხი და შემდეგ უკვე როდესაც ჩემო მეგობარმა ნახა რაღაცა თვითონაც სპეციალისტია ამ ამის და მოკლედ არ მოეწოდნენ შესაბამისად ესე მივიდა ნატალია ექიმთან გაიკეთა ჯერ ეხოსკოპია, შემდეგ რენტგენოგრაფია და შემდეგ უკვე მივედით ორთოპედთან, სადაც დავიწყეთ ესეთი ხანგრძლივი მკურნალობა. ხო? ყოველთვის ეს ხდება ხოლმე დიაგნოზის დასმა თუ რომ დრას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა როგორ უნდა მიხვდეთ ამას მშობლები, თუნდაც რა თქმა უნდა პროფესიონალ დონეზე ამაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ისე რას მივაქციოთ განსაკუთრებულ ყურადღება. იცით რა არის არსებობს კლინიკური ნიშნები ვენჯბარძაყის სახსრის დისპლაზიის, რომელიც ასე თუ ისე სარწმუნოა, შეიძლება ეს კლინიკური ნიშნები დადებითი იყოს და არაფერი არ იყოს და შეიძლება უარყოფითი იყოს და ამ დროს დისპლაზია გამოგრჩეს. მოდი ახლა თან ახლა ვარ დაუბრუნდეთ მაყურებელი, ეს დისპლაზია რას ნიშნავს, რომ თან გამოვიდა. ესე იგი დისპლაზია არის ჩვენ სენაზე. თუნდაც რომ გასაგები იყოს. მენჯბარძაყის სახსრის დისპლაზია არის მენჯბარძაყის სახსრის ჩამოუყალიბებლობა. მისი შემადგენელი ნაწილების თანდაყოლილი არის, ესე იყო ძველ ლიტერატურაში, ხო განიხილავენ რომ შეიძლება მეც განვითარდეს, მაგრამ ძირთადად თანდაყოლილია, რახან ჯერ ამაზე უფრო ნაკლებად საუბრობენ. არის მისი შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობა, ტაბუხის ფოსოსი ძირითადად, ბარძაყის თავის და აი რომ წარმოგიდგენთ ჩვენ ერთ ნახოს სადაც ამას ბარძაყის თავი ჯდება, იქ ფოსოს განვითარებლობაზე საუბარი. აი მარცხენა მხარეს დისპლაზია აქვს, აგერ ამბავს. კი ბატონო. ხო, თავის და პროქსიმალური ნაწილის ბარძაყის ცვლის. და თქვენ თქვით რომ თანდაყოლილი და ასევე შეიძლება შეძენილი იყოს. თუ საუბრობენ რა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი რომ დისპლაზია განვითარდეს. ესეთ რა არის ფაქტორები, რაც ზღუდავს შემდგომ განვითარებას. ნუ ამბობენ რიგი ექიმები თვლიან, რომ ეს გენეტიკურად უკვე მოდიფიცირებულია და ჩაწერილია და ამიტომ ყველა შემთხვევაში განუვითარდება იმ ბავშვებს, ვისაც გენეტიკაში აქვთ ეს. ანუ ეს გენეტიკას აქვს მნიშვნელობა. კი, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი რო თქვა, ახლობთ რა თუ არის რამდენად ზრდის ერთი დისპლაზიის მქონე ბავშვის არსებობა ოჯახში, მეორეს რო კონდეს რისკი რამდენად ბევრია. ძალიან დიდია რისკი, აგერ ამ ბავშვის შემთხვევაშიც მის დასაც ჰქონდა დისპლაზია, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ იყოს ეს პირველი რიგის ნათესავი, აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს რომ არ არის აუცილებელი იყოს დედა, მამა ან და ან ძმა. ძალიან ხშირია შორეული ნათესავი, სისხლით ნათესავებში აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ ყველა ოჯახის წევრი უნდა გამოკვლეული იყოს. ნინო, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო ეს გენეტიკური? ჩემ შემთხვევაში ჩემ დას ჰქონდა. ანუ ჩემი და იყო ამ შესაბამისი გზა გაიარა და შემდეგ უკვე გენეტიკურად ერგოთ ჩემ შვილებს. ეს ძალიან საინტერესო ხოლმე. ხო, ძალიან საინტერესო ალბათ ახლა ბავშვებს აღარ ზიან ნაკვანში და დარწმუნებულება ნატაშკაც აკვანში არ არის გაზდა და ძალიან თავისუფლად იზრდებოდა და ესე ვითარდება. ამბობენ იმასაც რომ აკვანში გაზდა ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება იყოს მენჯბარძაყის სახსრის ამოვარდნილობის და შემდეგ იქ აი ესეთი დისპლაზიის განვითარების. რამდენად რეალურია ეს? აკვანი
უშლის ხელს იმას, რომ განვითარდეს სახსარი შესაბამისად. შესაბამისად, რაც აკვანი აღარ არსებობს და რაც ბავშვებს მჭიდროდ აღარ ახვევენ და რაც პამპერსი უკვე დაინერგა ჩვენ ქვეყანაშიც, ბევრად უფრო შემცირდა რაოდენობა დისპლაზიების. შესაბამისად, ანუ ეს როგორც მკურნალობაც ისე მოქმედებს, ბავშვი შეიძლება დისპლაზიით დაიბადოს და იმის გამო რომ თავისუფალი მოძრაობები მოძრაობის საშუალებას ვაძლევთ ქვემო კიდურებს, ხო, ამიტომ იქ სისხლის მიმოქცევაც უმჯობესდება და განკურნებაც ხდება დისპლაზიის ადრეულ სტადიაზე. მიყვავს ბუნებრივია პედიატრთან კონსულტაციაზე, ის გვაგზავნის ორთოპედთან. შემდეგ რა ხდება? დიაგნოზის დასმა კონკრეტულად როგორ ხდება და მე ვიცი რომ დისპლაზიის სხვადასხვა ხარისხი არსებობს, ხო? სამ თვემდე ბავშვებს შემდეგ უტარდებათ ულტრაბგერის გამოკვლევა, თუ დროზე მომართეს ბავშვებმა და კარგი იქნება მაშინ. ეს ყველას უკეთებენ? ჩვენთან სამწუხაროდ არა. გერმანიაში მაგალითად ეს რუტინული კვლევა არის და ყველა ბავშვი რომელიც იბადება, ძალიან კარგი იქნებოდა. რომ ეს იყოს ესე პირველივე დღეებში უტარდებათ გამოკვლევა ულტრაბგერითი და ამითი გამოირიცხება უკვე რომ ამ ბავშვს რამე შეიძლება ქონდეს. ან დასტურდება იქვე და ადრეული მკურნალობა ბევრად უფრო მარტივია ვიდრე გვიან ხო დასმული თექნიკით. ანუ თუნდაც ცალაპარაკოთ ხარისხებზე ცალაპარაკოთ, ან სხვადასხვა ხარისხი ალბათ სიმძიმის მიხედვით ამბობთ, ხო? ანუ ეს ყველაზე მარტივი ფორმების დროს ალბათ შეიძლება ამით რისკის ჯგუფი შეევადგინოთ და ეს სპეციალური მოძრაობები დავუნიშნოთ ბავშვს. ის როგორ არის თუ თქვათ მარტივი დისპლაზიასთან გვაქვს საქმე და ქვემოორნილობასთან და ამოორნილობასთან არა ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ დედას ურჩიოთ რომ ბავშვი სულ განზიდულ მდგომარეობაში ყავდეს ეჭიროს ხელში განზიდული ფეხები გაშლილი მაქსიმალურად უკეთესია მუცელზე იმიტომ რომ უფრო მეტად გაშლილი აქვს ამ დროს ბავშვს ფეხები გაუკეთოს ვარჯიშები განზიდვითი ეს არის მუხლებში მოხრით და მე გადაწევით რაც შეიძლება ბევრჯერ ეს არის დაახლოებით დღეში 10 ჯერ 2-3 წუთის მანძილზე ესე რომ ვთქვათ კენგურუ ჩანთარო არსებობს ეს ბავშვების მოსასვენებელი მოსათავსებელი ეს რამდენად კარგი არის ეს კენგური ჩანთა მაგრამ ჯობია ეს ნაჭრით რო ახვევენ თავს ლინგი თუ სლენგი ქვია არ ვიცი ზუსტად იმიტომ რომ ამ დროს უფრო მეტად აქვს ბავშვს განზიდული ფეხები და რაც უფრო მაქსიმალურად განზიდული აქვს უკეთესია კარგია ბავშვის და კითხოთ რა რეკომენდაციები ქონდა პედიატრისგან და შემდეგ ორთოპედისგან როგორ იყო ეს მკურნალობის პროცესი გვაინტერესებს ჩემმა პედიატრმა აბსოლუტურად იმპერატიულად მითხრა რომ აუცილებელია ორთოპედის კონსულტაცია ზოგადად ნებისმიერი ბავშვისთვის და აქედან გამომდინარე მივედით მე დაიწყო ანუ ის რომ ეს ჩვეულებრივ ულტრაბგერითი კვლევა იყო, მე რენტგენი და მე დაიწყო ეს დიდხნიანი ამბავი, რომელიც გულისხმობდა ხომ თქვა ეს ვარჯიშები გასაგებია. ვარჯიშებსაც ანუ როდესაც მოუხსნიდი ჯერ თავიდან ესეთი ფრეშკა არის ესეთი პლასმასის, რომელიც იხსნება, ანუ შეიძლება რომ დაბანის დროს, ხო, დაბანის დროს იხსნება. ისე უნდა ეკეთოს, ხო? ის და ღამის განმავლობაში. მაგრამ ეს უკვე არის უფრო ეს არ არის პირველი და ესეთი მარტივი მდგომარეობა, ხო? უკვე ეს უკვე არის მდგომარეობა, რომელიც მკურნალობას და ჩარებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ქვემოორნილობის დიაგნოზი ქონდა თუ არ ქვემოორნილობა ქონდა მარცხენა. როცა გენეტიკა როლს თამაშობს, მაშინ მკურნალობა უფრო მძიმდება და უფრო დიდხნიანი მკურნალობას მაშინ რო გითხრათ, აი რა მდგომარეობა უნდა იყოს ისეთ რომ დავსკოთ მკურნალობა. დისპლაზიის დიაგნოზი დასმისთანავე, პირველივე დღეს ბავშვის დაბადებიდან ჩვენ ვიწყებთ მკურნალობას. მარტივია სამთვემდე მკურნალობა ძალიან, იმიტომ რომ არც ფრეიკას ბალიში არ იხმარება ამ დროს. თუ არ არის ისე უნიშნავთ ჩვენ რომ ბავშვი უნდა იყოს სულ განზიდული, მაქსიმალურად უვარჯიშონ ფეხები, როცა ხვდებით რომ დედა ამას ვერ მოახერხებს, ამ შემთხვევაში ფრეიკას ბალიშსაც ვნიშნავთ ხოლმე სამთვემდე და მერე უკვე ჭირდებათ თასმა, ჯოხი ზოგ შემთხვევაში ეს ინდივიდუალურად არ ხდება, ესე არ არის. თაბაშირის ნახვევიც სჭირდება ხოლმე ვერტიკალური დაჭერა. ყველაფერი. და რა საკამდე, ანუ როდის იყო ის ბოლო, როდესაც დაიწყო სიარული, აი იმით, იმ თაბაშირებით. ესე დგებოდა, ესე ჯოხი არ ქონდა, ესე სკოჭებთან ქონდა ეს თაბაშირი, სადაც იყო დამაგრებული ეს ჯოხი და ესე ამ ჯოხებით და თაბაშირით დადიოდა. წლის და 2 თვის იყო რომ მოიხსნა. ისთვის შემაწუხებელი არ იყო ბავშვისთვის, ახლა წარმოვიდგენია მთელი დღის განმავლობაში. ძალიან შემაწუხებელი. შეზღუდული გაქვს მოძრაობა. მაგრამ ნუ აი ეგეთი ახსოვდა თავისთავი იმ დროს ალბათ, იმიტომ რომ რაც დაიბადა, იმის მერე რაღაცით იყო აუცილებლად შეზღუდული და ნუ მერე რა ვიცი, მაგრამ მე ამოისუნთქა. ხო, ამოისუნთქა კი. ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ იმ სცენარზე, როდესაც თავიდან მიაქცევ ყურადღებას ბავშვებს. როდესაც ხდება დაგვიანება, მაშინაც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, გააჩნია რამდენი ხით ხდება დაგვიანება, თუ წელს 1 წლის ასაკს ბავშვი უკვე გადაცილებულია, ფაქტიურად კონსერვატიული მკურნალობა შედეგს აღარ იძლევა და შესაბამისად ქირურგიულ მკურნალობას უნიშნავთ ბავშვებს და ამ დროსაც ჯობია რომ ვთქვათ წლინახევრის ასაკამდე უფრო მარტივი არის ეს ქირურგიული მკურნალობა ვიდრე შემდეგ.
მაგრამ მე ისიც გასათვალისწინებელია თუ ძალიან გადავაცილეთ მკურნალობას, მაგ შემთხვევაში ჯობია რომ ხელოვნური სახსრის გაკეთებამდე მოვიცადოთ და უფრო გვიან გავაკეთოთ, იმიტომ რომ ხელოვნურ სახსრასაც თავის ვადა აქვს, წვდება და შემდეგ გამოცვლა საჭიროა. იცით რა მაინტერესებს, თუ დისპლაზია არის, მაგრამ დიაგნოზი არ იცის მშობელმა. ბავშვი შეზღუდულია მოძრაობაში, უჭირს სიარული, ანუ ბავშვს რა დისკომფორტი ექმნება? იცით რა, თუ დიაგნოზი არ არის დადგენილი, მაგრამ დისპლაზია აქვს. თუ ბავშვს აქვს დისპლაზია მხოლოდ და არ აქვს ქვეამოვარდნილობა ან ამოვარდნილობა, ამ შემთხვევაში ბავშვს არანაირი დისკომფორტი არ ექმნება. სიარულის დროსაც ჩვეულებრივად. ერთადერთი შეიძლება ცოტა უფრო მოგვიანებით დაიწყოს სიარული, მაგრამ შეიძლება დროულადაც გაიაროს და ზრდასრულ ასაკში უკვე ეწყება სამწუხაროდ ბავშვის ტკივილები, უვითარდება დისპლაზიური კოქსართროზი, შეზღუდული აქვს მოძრაობა შესაბამისად ამ ტკივილის გამო და მე უკვე აუცილებელი ხდება ოპერაცია, იმიტომ რომ კოჭლობას იწყება. ანუ გართულებას უფრო მოზრდილ ასაკში მე უკვე თუ ქვეამოვარდნილობა, მაშინ ამ შემთხვევაში ბავშვი შეზღუდული იქნება სიარულის დროს. ისე ქვეამოვარდნილობის დროს უფრო ნაკლებად, მაგრამ ამოვარდნილობის დროს ნამდვილად ბავშვი უკვე ისე შესამჩნევად იკოჭლებს სიარულის დაწყებისთანავე, რომ მშობელი შეატყობს. ვერ გაივლისოს. მაგრამ ვიზუალური დათვალიერებით შეიძლება შევატყოთ. ამოვარდნილობას აუცილებლად შევატყოთ ვიზუალური დათვალიერებით, არსებობს ორთოვანის ნიშანი, როდესაც აი ამ განზიდვის დროს, როცა სინჯავთ ბავშვებს, ისმის ჩაყენების ткаცუნის ხმა, როცა ბარძაყის ძვალი მენჯის ძვალში ჩდება და ამ დროს უკვე ეჭვიარება არავის, რომ ეს ძვალი ამოვარდნილია. მაგრამ არსებობს თუ არა ძალიან პატარა ასაკში ჩვენ განვიხილეთ ის სცენარი, როდესაც წლამდე ასაკში და უფრო გვიანაც ვერ ხდება დიაგნოზის დასმა და ამის მერე საჭირო ხდება უკვე ქირურგიული ჩარევა. რამდენად საჭიროა ქირურგიული ჩარევა თუნდაც პატარა ბავშვთან, ჩვილთან, არის თუ ესეთი რთული შემთხვევებიც? რა თქმა უნდა, არის რთული შემთხვევები, მკურნალობას როცა არ ექვემდებარებიან საერთოდ ბავშვები, ვცდილობთ აი ესე ბოლომდე როგორც სამათმა გაიარეს, გავდივართ ყველა ამ ეტაპს და 95%-ში დაახლოებით ექვემდებარება. მნიშვნელოვანია, რომ ის მკურნალობა ბოლომდე მივიდეს, ხო, და ადრე არ შეწყდეს. და ხანგრძლივია ეს პროცესი. ზოგჯერ არის ხანგრძლივი, ზოგჯერ 3 თვის შემდეგ საერთოდ არაფერი აღარ აქვს ბავშვს და ჩვეულებრივად აგრძელებს ეს ბავშვი ცხოვრებას და არაფერი აღარ ჭირდება არავითარი მკურნალობის გაგრძელება. იცი რა მაინტერესებს, თუ დროულად მოხდა დიაგნოზის დასმა, შემდეგ მკურნალობა, ეს მკურნალობა ჩაამთავრეთ და მორჩა, ანუ მთლიანად განიკურნა და აღარ აქვს დისპლაზია და მას აღარ ჭირდება არც ორთოპედის კონსულტაცია და გადამოწმება. იცით, ანუ მე მივიღე ორთოპედისგან ბოლო კონსულტაცია, რა დროსაც მითხრა, რომ თქვათ ისეთი დატვირთული არ უნდა იყოს ფეხი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ბავშვის, თქვათ მაინდა-მაინც მოთხილამურე ან რაღაცა ესეთი ფეხი, სადაც იტვირთება, ხო. მაგრამ ისე რომ ეს აუცილებლად ესე ყოფილიყო, ან თქვათ რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე კიდე ნახვა საჭიროებდეს, არა, ანუ თავიდან ბოლომდე არის განკურნებული. თუ რა თქმა უნდა მიიყვანს ადამიანი ბოლომდე ამ მკურნალობას. ასე შეიძლება კეთილი ვთქვათ, რომ ნატეშკას ესეთი დიაგნოზი არ იყო, მაინც და მაინც მარტივი შემთხვევა იყო. არა. საკუთრული, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდა კარგად და ამიტომ აუცილებელი ალბათ კარგი კოოპერაცია და კარგი ურთიერთობა, კოჰაბიტაცია პაციენტთან. არ ხშირად შემთხვევა, რომ დროზე ადრე შევწყვეტეთ მკურნალობა, იმიტომ რომ შეიძლება მშობელმა ვერ გაუძლოს, იმიტომ რომ ხედავს ამ ბავშვის დისკომფორტი, რთული პროცესია, მე მესმის, წარმოუდგენელია ალბათ. არის ასეთი შემთხვევები და რა შედეგით სრულდება, თუ ბოლომდე არ მიიყვანეთ მკურნალობა? არის სამწუხაროდ ესეთი შემთხვევები ხშირად. არის ხოლმე როცა ამოვარდნილობიანი ბავშვები მოდიან, მკურნალობთ, ჩაყენდება ამოვარდნილობა, ანუ ბარძაყის ძვალი მენჯის ძვალში ჩაჯდება ფოსოში, შეწყვეტენ მკურნალობას და სამწუხაროდ ეს ძვალი ისე უკან ვარდება. ანუ ის დამოკიდებულება всё არაფერი აღარ არის საჭირო, უკვე კარგად არის, ამ შემთხვევაში არ ამართლებს, იმიტომ რომ შედეგი ჭირდება გამყარება. და ეს როგორც ვთქვი, წლების განმავლობაში გაღიზიანებას არ იწვევს, ნეტა საინტერესოა. როგორი იყო ნატაშკა გაღიზიანებული იყო და იყო წყნარი ესეთი 7 ბავშვი და ეს რო გაუკეთეთ, ანუ მე იყო თან ის რომ მუცელზე ჯობია რომ იწვეს მუცელს. ხო, კონკრეტული მდგომარეობები უნდა ქონოდა. კონკრეტული მდგომარეობები, ანუ თან ქონდა ეს ფეხები მუდმივად ესე. ძალიან უჭირდა თავიდან ვერ მიხვდა საერთოდ რა მოხდა და რატო დააბეს და ნუ მე მოხდა რომ აი ღამე არ ეძინ სანამ მიეჩვია ეს იყო დაახლოებით 1 კვირა ნუ ჩვენ თქვით რომ წლის და 2 თვის იყო ნატაშკა როდესაც მოხსენით ეს ყოფილი ამის მერე რა მეხუნიზებას ატარავდით რომ შედეგი შენარჩუნებული ხო არა ეს შედეგი მასაჟი გაუკეთდა რამდენჯერმე მაგრამ ნუ ეს შედეგი მიღწეული იყო ამ ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად და მეტი ვთქვათ რაღაცა დამატებითი რეკომენდაციები ჩვენ არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით
როგორია თვითონ მშობლისთვის ეს პერიოდი, იმიტომ რომ ახლა დარწმუნებული ძალიან ბევრი მშობელი გიყურებთ, რომელსაც შეიძლება სწორკის პრობლემა აქვს, რომელიც თქვენ გაიარეთ. რას ურჩევდით მათ? ანუ გასაგებია რომ თქვენთვისაც ძალიან რთული იქნება, ხომ? გქონდათ ის მომენტი რომ იქნებ დავანებო არასოდეს, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე, როდესაც კონსულტაცია გავიარეთ ჩემს ნატაშკას ორთოპედთან, მითხრა რომ ეს არის ძალიან რთული, რუტინული პროცესი, მაგრამ ეს არის ის, რომ 1 წლის მერე, წლინახევრის მერე შენ შულს არაფერი არ ემახსოვრება, არანაირი პრობლემა არ ექნება და პროცესი არის ურთულესი, საშინელი. შენი შვილი არის ყველასგან განსხვავებით, ჯოხით, რაღაცა იმითი საშინელი შარვლებით და გოგოროცა ყავს და გინდა რომ იყოს გამოპრანჭული, არის მაგრამ ეს არის საშინელი ხო, თუნდაც პარკში და ნატაშკა დაახლოებით 10 თვის იყო როცა ესე პარკში წავიდა სასეირნოს ძიძასთან ერთად და ძიძა მოვიდა გაგიჟებული რომ ბავშვები თამაშობდნენო იქითო და თვითონ არ მოუნდა მისვაო ანუ თვითონაც აქვთ რა თქმა უნდა დისკომფორტი საშინელი დისკომფორტია ბანაობა ჯოხით ეს გაღიზიანება, მაგრამ აუცილებლად. ნინო, უალტერნატივა მაპატია, ანუ მკურნალობის ეს მეთოდები არის უალტერნატივა. თქვენ გერმანიაშიც მუშაობდით და არის თუ არა განსხვავება იქაურ და აქაურ მკურნალობის მეთოდებს შორის, უფრო ჰუმანური ბავშვისთვის არ არის უფრო ჰუმანური, ნამდვილად. პირიქით მინდა გითხრათ, რომ თაბაშირი იქ უფრო მაღალი კეთდება და უფრო ნაკლებად დამზოგველი ვიდრე ჩვენთან. ანუ იქ უფრო რადიკალურები არიან? უფრო რადიკალურები არიან, უფრო ნაკლებად ზოგავენ ბავშვს. რატო შედეგი უფრო მალე დგება თუ რითი არის ეს განპირობებული? იცით რა არის, ალბათ უფრო მეტად იზღვევენ თავს, ხო? მესავე გადაცემა დავწყვით ეს კითხვით, როგორც იყო კითხვით არა, ნუ რაღაც შესავალი გავაკეთეთ, ესე ნაოჭებთან დაკავშირებით ეს მითია თუ რეალობა? რამდენად შეიძლება დაგვეხმაროს რამეში? ნაოჭების დატოვება დიაგნოზის დასმაში. ხო, რადგან დათვლა იმ სკოლბავის გასაგებია 1-2-3-4 ახეთ აი მაგეთ სამია რატო ფეხი არ არის მოკლე და აწდება ხოლმე ერთი ამბავი. სიმეტრიულია ეს ნაკეთები, ხო, ამასაც ნაოჭები, ასაც ადარებენ. უნდა იყოს ესეც სიმეტრიული. თუ არ არის რაზე მიუთითებს. როდესაც არის ასიმეტრია დისპლაზიაზე მიუთითებს. მაგრამ შეიძლება იყოს ასიმეტრია, მაგრამ შემდეგ რენტგენით ან ულტრაბგერით დადგინდეს, რომ ბავშვს არაფერი არ აქვს. ამიტომ ამ მითი მის თქმა მინდა რომ აუცილებლად გადამოწმდეს ეს კლინიკური ნიშნები. ფეხის სიმოკლესაც რა თქმა უნდა დავაკვირდეთ, ფეხის სიმოკლე შეიძლება ამოვარნილობით იყოს გამოწვეული, როდესაც სამხარეს ამოვარნილია ძვალი, ის უფრო ზევით არის, შესაბამისად, როცა არზის ფოსოში და უფრო მოკლეა ჯანმრთელ ფეხთან შედარებით. მაგრამ ფოსოს არსებობა არის ერთი სცენარი, როდესაც ეს დისპლაზიაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ შეიძლება იყოს ეს შემთხვევა, რომ საერთოდ არ არის. საერთოდ ანუ რაღაცა ნაწილი ფოსოში აუცილებლად იქნება, ესე არ არის საერთოდ გაქრეთ. ალბათ თქვენ გულისხმობთ, როცა ბარძაყის თავი არ ჩანს ხოლმე. კი ბატონო, რენტგენზე. რენტგენზე ეს არის ხოლმე ხშირად ბიჭებში, ძალიან ხშირად. ეს არ არის საშიში, უფრო მეტად ბიჭებში, გოგოებში ზოგჯერ გვხვდება ხოლმე. ძალიან ეშინიათ მშობლებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გონიათ რომ მათ შვილებს ძოლები აკლიათ და ვერას ვერ გაივლიან, მაგრამ ეს ესე არ არის, 6 თვის მერე როგორც წესი გამოჩნდება ხოლმე ძვალი. იმიტომ რომ ხრტილია და სანამ გაძვალდება, მანამდე უბრალოდ რენტგენზე არ ჩანს. რენტგენზე არ ჩანს, დიახ. ანუ ეს არ არის ესეთი პანიკის საფუძველი მაინც. არა, ნამდვილად. რა თქმა უნდა, თუ უკვე ასაკში შესულ ბავშვს წლის ბავშვს არ აქვს თავები ამ დროს პანიკის საფუძველი აქვს მშობელს, მაგრამ 6 თვემდე ბავშვებს შეიძლება რომ არ ქონდეთ განვითარებული. ძალიან ბევრი მშობელი შეიძლება გაუჩნდეს ესეთი აზრი, რომ მე რა მოვიცადოთ და ვაცადოთ. ამ შემთხვევაში მოცდამ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს? მოცდამ შეიძლება გამოიწვიოს ის გართულებები, რომ დაგვრჩება განუკურნებელი სახსარი, რომლის ბიომექანიკაც იქნება დარღვეული და შესაბამისად ეს ბავშვები, როცა შევლენ ასაკში, იქნებიან კოქსართროზის რისკის ქვეშ, ექნებათ ტკივილები სახსარში, დაკოჭლდებიან და აუცილებლად მოუწევთ ოპერაციის გაკეთება, ან იკოჭლებენ. და ეს მოძრაობის სიფრათის მომცად იქნება შეზღუდული. რა თქმა უნდა. რამდენად რეკომენდებულია მათ ვინც არ არის ბავშვები, რომლებიც არ არიან რისკ ჯგუფში, რომ დედამ თავისით გაუკეთოს ზუსტად ის მასაჟები და ის ვარჯიშები, რაზეც ვსაუბრობდით. და ზოგადად აი ეს მასაჟები სამედიცინო ჩარევით, ასე რომ რომელსაც ექთანი აკეთებს, ძალიან ხშირად მიმართავენ ხოლმე მშობლები. ერთგვარი პროფილაქტიკა არის ან პრევენცია? იცით რა არის, ხო, მასაჟი ალბათ არასდროს ცუდი არ არის, იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კუნთები ტონუსში მოყავს. მაგრამ ჯანმრთელ ბავშვს შეუძლია რომ დედამ უვარჯიშოს მეჯბარძაყის სახსარი იმისთვის რომ არაფერს არ დავაშავებთ, ხო მიუხედავად იმისა რომ არ ვიცით თქვათ რაღაცა სპეციფიკა. პირიქით დავაჩქარებთ სახსრის ჩამოყალიბებას და არის კარგი. და რამე შეზღუდვები თუ გვაქვს დისპლაზიის მქონე ბავშვს, ან ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით, ან
კვებასთან არ მსგავს. კვებასთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვა არ გვაქვს. კარგი იქნება თუ ხშირად ამ ბავშვებს თან ართავს ხოლმე რომ აქვთ რაქიტიც. შესაბამისად კარგი იქნება თუ უკვე პედიატრი დაუნიშნავს ანტირახით მკურნალობას ესეთ ბავშვებთან კვებასაც შესაბამის. სპორტის მიხედვით შეზღუდვა უკეთესია თუ ნაკლებად იხტუნავებენ, ნაკლებად ირბენენ. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვმა არ უნდა ითამაშოს და არ უნდა ირბინოს და უკეთესია რომ პროფესიონალურ სპორტში არ წავიდეს ესეთი ბავშვები. ცურვა იქნება კარგი ვარიანტი მე მგონი. ცურვა არაჩვეულებრივია. ცხენჯირითობა ასევე არის. აცხენს ფეხიც გაზეთ მდგომარეობაში ამ დროს. ხერხემლისთვისაც ძალიან კარგია და შესაბამისად. ნატაშკა არაფერს გვეტყვი? არა, ნატაშკა რომ მაგას გეტყვი და დავიჭყანებიო და ესე იქნება. არც მერე? თუმცა ნატაშკას 5 წლის არის, უფრო ახლოს რო გავასწრებ ჩვენს ტელემაყურებელს, ბაღში დადის, ზეიმით. ცოტა ხნის წინ ზეიმი და იყო ბერძენი ქალი. მაგრამ არ გვეუბნება იმღერა თუ იცეკვა. მე როგორც გავიგე, ასევე იმღერა და იცეკვა. ყველაფერი სპექტაკლში და სიჩამეში. ნატაშკას ახსოვს ის პერიოდი, რამეს ყვება ხოლმე? აი ახლა გზაში რომ მოვდიოდით, მითხრა რომ არა ვერ გავიგე სად მიმდივარ. ეს კარგია. ეს კარგია. რომ რაღაცა დავიწყოთ. ეს არის ზუსტად ის სიტუაციაც უფრო ადრე ჩავერევით, ეს ყველაფერი მექსერბაში წარ დარჩება. მოდი მთავარი მესიჯები უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, ანელა შევაჭამოთ გადაცემის ეს ნაწილი, დროული დიაგნოზი ალბათ, ხო? დიახ, ძალიან ურჩევდი რომ დროულად მიმართონ ჯერ პედიატრს და მე ორთოპედს 3 თვემდე ბავშვს გაუკეთონ ულტრაბგერა და მე 3 თვისას თუ დააგვიანდათ 3 თვისას რენტგენი. ეშინიათ ხოლმე რენტგენის, მაგრამ არ არის რენტგენის აშიში. ერთი, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი გამოსხივება, მაგრამ არის ძალიან დაბალი დოზა, ჩვენ ისედაც ვიღებთ ბუნებრივ გამოსხივებას და იმასთან შედარებით ეს ფაქტურად მიზერია და ასე რომ ძალიან ურჩევ რომ გაიგეთო რენტგენი, მაგრამ მე აღარ აწვალონ თავიანთი მშობლებო. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, იმის რომ გაგვიზიარა თქვენი პირადი გამოცდილება. შევისვენოთ სულ ცოტა ხნით და რეკლამის შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვან თემაზე დავიწყებთ საუბარს, ასე რომ დაგვეულოთ რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ.